მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი შეეხება სპორტს და იმას თუ როგორ ცდილობს ლიბერალური იდეოლოგია დაიმკვიდროს თავი გლობალურ სპორტის სახეობებში, შეიტანოს იქ გენდერული და იდენტობის პოლიტიკები და გავაანალიზებთ იმას თუ რა მიზნები აქვს ამ ყველაფერს და რა შედეგებს მოელის ის კონკრეტული ესტაბლიშმენტი, რომელიც ამის ფორსირებას ცდილობს სპორტის სამყაროში. მოგესალმებით პირველ რიგში, შენ ძალიან სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ აქ დაფარული იდეოლოგიებია რა და სპორტი და ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია კინემატოგრაფია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რითიც შეგიძლია იდეოლოგია, ვთქვათ, უკანა კარიდან შეაპარო და გააправო, ესე ვთქვათ, ხო? ჩვენ კინემატოგრაფზე ვსაუბრობდით, რომ მაგალითად ჰოლივუდი ყოველთვის გამოხატავდა რაღაც ამერიკის პოლიტიკას და საგარეო მისწრაფებებს და მიზნებს და სპორტიც ანალოგიური არის. ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული ჯერ კიდე მე სპორტი მგონია მთლიანად ესე იგი ომის მეტაფორა, რომელიც არის მშვიდობიანი ფორმა და ამას ამტკიცებს აი ყველაზე მარტივი მაგალითი ალბანელების და სერბების საფეხბურთო მატჩს რო უყუროთ, მიხვდებით რომ ეს ჩვეულებრივი ომის მდგომარეობაა, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩი. ანდაც მაგალითად აი ძალიან ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზე, რომ თვითონ სერბეთში და იუგოსლავიის კრიზისის პერიოდში იქაური ნაციონალური ნარატივები, ან იქაური ნაციონალიზმი ფეხბურთმა შექმნა. ან სიტყვაზე გლაზგო რეინჯერსის და სელტიკის დაპირისპირება რელიგიურ კულტურული ფაქტორებით არის უფრო გამოწვეული. რა შორს მივიდოდ თბილისის დინამო ხო ჩვენთან როგორი ვთქვათ გარკვეულწილად ნაციონალური ნარატივის მომტანი იყო. შესაბამისად, სპორტში ძალიან ბევრი რამე შეგიძლია გამოაჩინო და ძალიან ბევრნაირად ილაპარაკო. სპორტსმენები არიან ყველაზე პოპულარული ადამიანები, ხა სიტყვაზე რა ოპინიონ მეიკერები, სიტყვაზე კრისტიანო რონალდო რო გეტყვის, ვთქვათ, ეს კარგია, კოკა-კოლა რო გადადგას, რო გეტყვის ეს კარგია, ეს ცუდია. ბავშვი, რომელიც მისი ფანია, უკვე სხვანაირად იაზრებს ამ საკითხებს და ასე შემდეგ. სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პლატფორმა, სადაც შეგიძლია შენ იდეოლოგია ხო, ანუ ერთი რო შინაარს და მე კრისტიანო რონალდოს მაგალითი რო გაიხსენე, მართლა კოკა-კოლას ბოთლის გადადგმით საბაზრო ფასი დაუვარდა უახლოესი ერთი კვირის მანძილზე. ეგეც გვახსოვს ყველას. მაგალითად მე იმაშიც აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ნაციონალური ეროვნული იდენტობის ძალიან დიდი წილი მოდის ეროვნულ ნაკრებებზე და რა თქმა უნდა ისეთ სპორტებში ეროვნულ ნაკრებებზე, რომელიც უფრო მეტად მასობრივი სპორტები არის, ამ შემთხვევაში მე აქცენტს გავაკეთებ უფრო მეტად ფეხბურთზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს და ასე თუ ისე ცოდნაც ყველაზე მეტი შეიძლება ფეხბურთის სირგული მქონდეს. მაგალითად ყველა საფეხბურთო ნაკრები თავის ქვეყნის რასაკვირველია ეროვნული კულტურული იდენტობის და სოციალური იდენტობის მატარებელი არის და ის საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობიანი ფორმით ხო ომს აწარმოებს თავისი ჰერალდიკით და თავისი სიმბოლიკით და თავისი ეროვნული ინტერესების მებრძოლი ხდება. და ამ შემთხვევაში აქვს ძალიან დიდი როლი ფედერაციებს, იმიტომ რომ ფედერაციის სანაკრებო შემთხვევაში ფედერაციამ უნდა დაავალდებულოს მაგალითად ნაკრები რომ ის გავიდეს ან რაღაც კონკრეტული უმცირესობის ხარდამჭერი მესიჯებით თუ სამკლაურებით თუ ასე შემდეგ მადლობა ჩვენ ფედერაციას. სწორი ხალხი მართავს და ეს პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ აი მაგალითად შეგვიძლია გავხსენოთ წინა ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია ავალდებულებს ხო რომ სამკლაური ეკეთოს სექსუალური უმცირესობის ხარდამჭერი და უნგრეთის თამაშზე როგორ რამხელა აღშფოთება იყო, როდესაც უნგრეთს შეხვდა გერმანია და უნგრელმა ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს და მათ არ ეკეთათ ეს სამკლაურები და ამაზე იყო მედია ისეთი გამოხმაურება, რომ აი პირველ ყოფილები ესეთი დიდი ევროპული ისტორიის მქონე ნაკრები შეხვდა აი პირველ ყოფილებს, რომლებმაც უარი განა ჰომოფობები ყველა და ტყიურები და ესე იგი ესენი რასისტებიც არიან და ასე შემდეგ. ეს ყველაზეძლიერად ჩანს რეალურად საკლუბო ფეხბურთში, თუ ფეხბურთზე ვილაპარაკებთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ხუთივე დიდი ლიგის, ის იქნება საფრანგეთის ლიგა 1 თუ ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია, თუ გერმანიის ბუნდესლიგა, ყოველ მათგანს თავიანთი ასოციაციები კონკრეტულ დღეებში ავალდებულებს, რომ ამ სამკლაურებით გავიდნენ და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ან უარს აცხადებს, ან რაღაც დაფარვას ცდილობს, შემდეგ ხდება ზეწოლის ერთი რო საგანი მედიაში. ეს არის ტოტალიტარიზმის ფორმა.
მეორე რომ მას შეიძლება ფეხბურთის თამაშები გამოატოვებინონ, ჯარიმები იყოს, შემდეგ აღზრდელობითი სამუშაოები დაუნიშნონ მას, რომ გადაიაზროს ეს ყველაფერი არა და აქ საქმე რა შეიძლება ვიღაც რელიგიურად არ თავსებადობს რა. ეს ხო არ არის აუცილებელი რომ ადამიანს ეზიზღება და იმიტომ არ იკეთებს ამ სამკლაურს. არ ვიღაც ვისთვისაც ეს რელიგიურად არის ხო მიუღებელი. მაგალითად მარკ გეი რო არის ინგლისელი ფეხბურთელი, იმან სამკლაური გაიკეთა უბრალოდ სამკლაურზე დააწერა I love Jesus. მე მიყვარს ქრისტე. და მაგაზეც კი ერთი ამბავია ტყდა რა. იმიტომ რომ ეს არის ესე ისეთ ხელშეუხებელი, ამაზე არ შეიძლება რომ შენ რაიმე ტიპის თუნდაც კომენტარი გააკეთო, ის კი რომ დაფარო ან არ გაიკეთო და ამაზე უარი თქვა. რომ ამაზე შენ საფეხბურთო თამაში უნდა გაგიუქმდეს, აღზრდელობით სამუშაოები უნდა ჩაგიტარდეს და ასე შემდეგ. კი ბატონო და მან მნიშვნელოვანი პოინტი კიდე ის არის, რომ შენ თუ ქრისტიანულ გარკვეულ სიმბოლიკას დაატან იმაზე რა თქმა უნდა რომ პასუხს მოგთხოვენ, თუმცა რეალურად მაგალითად ჩემი აზრით რაც სპორტში შეიძლება ხელი შემშლელი იყოს არის აი მუსლიმების მხრიდან სიტყვაზე მათი მარხვის პერიოდი რო არის ხო რამადანის პერიოდი ის მართლა პრობლემურია ნუტრიციოლოგიურად ამას პირიქით ბოლომდე ხარს უჭერთ. ხო და ამას პირიქით ბოლომდე ხარს უჭერთ. ნახე ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ახლა შეიძლება ვიღაცა იკეთებს ვიღაცა არ იკეთებს, მაგრამ აქ პრინციპი არის ზუსტად ერთნაირი რაც ხდება კინოში რა რომ ტოტალიტარიზმის ფორმა შენ ვერ უნდა გადაიღო თქვათ რაღაცა კონკრეტული ფილმი როგორც შენ წარმოგიდგენია სადაც არ არის პოლიტკორექტულობა და მულტიკულტი გამოყენებული სადაც არ არის ყველა რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფი ნაწარმოები სადაც ისტორიული ფიგურები არ არიან შეცვლილი თქვათ გენდერული ახალი ჯგუფებით ანთროპოლოგიით შესაბამისად იგივე ხდება ფეხბურთში შენ თუ ამაზე თქვათ უარს აცხადებ ეს არის პრობლემა და დიდი პრობლემა სხვა შორის ჩვენ ახლა შენ კომენტარი გააკეთა კიდე ნაკრებებზე და ჰერალდიკაზე და ძალიან კარგად გამოხატავს ეს ეროვნულ სულისკვეთებასო და მართლა ეგრე არის იმიტომ რომ აი რომ შევხედოთ საფრანგეთის ნაკრებს ვთქვათ რა ეთნიკური ჯგუფებით არის აწყობილი მე შევხედოთ არგენტინის ნაკრებს არა მე რამის სასარგებლოდ კი რომ ან ეს არის კარგი ზუსტად გამოხატავს იმიტომ რომ არგენტინა არის ალბათ ყველაზე თეთრი და ეს თეთრი სუპრემასი და ეს რასიზმი თუ რა შეიძლება დავარქოთ მაგრამ ესეთ ქვეყანა არის რა ყველაზე ნაკლები ვთქვათ ეს არის შავკანიანი გემახსოვრება ძალიან კარგად წინა მსოფლიო ჩემპიონატზე როცა არგენტინა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი დასავლურ პრესაში იწერებოდა რომ ეს არის რასისტული ნაკრები, იმიტომ რომ ერთი შავკანიანი არ თამაშობს იქ. კი, ეგ იყო. ანუ კვოტაში უნდა ჩაესვათ რა, ანუ იმითი კი არა რომ ნიჭიერებით კი არ უნდა გამოერჩიოთ, ესე იგი ანუ რატო არა შავკანიანი ფეხბურთელი რატო არ თამაშობს, ესე იგი რასისტებია. საფრანგეთს რო შევხედოთ, მართლა უცნაური ნაკრებია, იმიტომ რომ საფრანგეთს და თქვათ აი ფრანგულ კულტურას ნაკლებად გამოხატავს მე მგონი. ანუ ეთნიკურად ფრანგი აღარ თამაშობს საფრანგეთს და შეგავდა. კი ბატონო. აი ამერიკულ ფეხბურთში არის კიდე ძალიან ისე მოკიდებული, მაგალითად გემახსოვრება რომ იჩოქებდნენ ჰიმნის დროს. რაც იყო იმ მოძრაობის მხარდაჭერა, რასაც ერქვა Black Lives Matter, შავკანიანების მოძრაობის მხარდასაჭერი და woke კულტურის პირდაპირ ვთქვათ. კი და ანუ უყურე თან ანტიტრამპისტული woke კულტურის ისეთი რა. და ამაში ვინც არ იღებდა მონაწილეობას ავტომატურად ცხადდებოდა რასისტად. როგორ თუ ამან გაბედა და მუხლი არ მოიყარა და უყურე მან თავარი რა არის იდეოლოგიზირების მავნე ფორმა რა არის იმიტომ შეიძლება შენ გქონდეს კი რაღაცა მოძრაობა სოციალური მიმდინარეობს და იმის ხარდასაჭერი რა მაგრამ როდესაც ეროვნულ ჰიმნზე შენ ამას გამოხატავ მუხლის მოდრეკით და არა ფეხზე დგომით, იმიტომ რომ ეროვნული ჰიმნი რა არის, ხო? რომ ეროვნული ჰიმნი ირთვება და ყველა ფეხზე დგება, გულზე ხელს იდებს და თავისი რაღაც ქვეყნის ჰიმნის ანუ პატივისცემას მიაგებს. ანუ აქ ხო შენ პირდაპირ ქვეყნის იდენტობას უპირისპირდები მაშინ იმითი რომ ანუ მე ისეც ცუდ რეალობაში ვარ რომ მე საკუთარ ჰიმსაც კი ფეხზე აღარ ვუდგები ეს სამკლაური რომელიც პირდაპირ LGBT მოძრაობის დროშა ის რომ ჰიმნზე მუხლი უნდა მოიყარო ეს არის ზუსტად ის იდეოლოგიური პროექტი რომელიც მე და ამაში დარწმუნებული რომ ეს ასეა მხოლოდ იმიტომ რომ სპორტს გააჩნია ზუსტად ის გამაერთიანებელი ღირებულება და მკაცრად იდენტობის მატარებელი პოპულარული რამეა. კი.
მკაცრად იდენტობის მატარებელი ღირებულება, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს, იქ აუცილებელი არის, რომ აგრეთვე ბზარები გაჩნდეს, ეს დაიქსაქსოს, იქ აღარ არსებობდეს ესეთი კაფიო გამაერთიანებელი და სტადიონზეც კი თუ მაშინ რა ქვია ტელევიზორის წინაც კი ის შეკრებილი ადამიანი უკვე რაც თავის ქვეყნის იდენტობას კი არ გულშემატკივრობდეს, უკვე იმაზე კონდეს გავნა, რომ მოიცა ამან დაუჭირა უმცირესობის უფლებებს ხარი, ამ ჩემი ნაკრები არის საკმარისად ტოლერანტული, მაშინ შემიძლია რომ მე გავაგზავნო რა შორს მივდივართ ესე იგი უფრო მეტ ანალოგიას მე მგონი კინოზე ვაკეთებ, მაგრამ კინომ ერთ-ერთი მკვლევარი წერს, რომ თუ კინომ გვასწავლა 30-იანებში, 40-იანებში ასე შემდეგ, რომ რაღაცა ლაბადა არა მხოლოდ წვიმის დროს უნდა გამოიყენო და რა მანქანა არის, სუზან ზონტაგი. ხო, სუზან ზონტაგი. რა მანქანა არის კარგი, რა უფრო მოგწონდეს და ასე შემდეგ. ანუ შეგიქმნა ხო გარკვეული პრეფერენციები, გარკვეული სიმპათიები რაღაცისადმი. ჩვენ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში არ დაგვაუწყდეს ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაზე ფეხბურთზე. ზოგადად სპორტზე ვსაუბრობ, მაგრამ ყველაზე პოპულარულზე. ფეხბურთს ყავს ოფიციალურად 4 მილიარდი ფანი. ეს ნიშნავს, რომ სუპერსტარი ფეხბურთელები, ანუ სუპერვარსკვლავი ფეხბურთელები არიან ძველ საბერძნეთში რაც იყვნენ დაახლოებით 9 ღმერთები. ანუ რონალდო, კრისტიანო რონალდო არის უამრავი ადამიანის კუმირი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დემოგრაფიულად უფრო დიდი ფანები და ეგზალტირებული მაყურებელი თუ ხარდამჭერი არის ბავშვი. კი ბატონო, როდესაც შენი აი კუმირი და აიდოლი გელაპარაკება, რომ ეს არის სწორი, გინდა არ გინდა, როდესაც შენი გონება უფრო მოქნილია და უფრო პატარა ასაკში ხარ, სხვანაირად გიყალიბდება და ამას თავი დავანებოთ. შენ რო თქვი, რომ ზუსტად ამიტომ არის ჩაფიქრებულიო ეს ყველაფერი, კი, მეც 100% გეთანხმები, იმიტომ რომ თუ აგერ უყურებს, რომ ასეთი პოპულარული, ასეთი ყურებადი და ასეთი გავლენიანი სპორტის სახეობა მერე ასე ბულინგდება და ასეთი რეპრესიების ქვეშ არის ყველა კლუბი, ყველა ეროვნული ნაკრები, გიჩნდება რა კითხვა ცოტა უცნაურობა, რომ აი რა ხდება და როგორ. თუმცა არის ხოლმე გამონაკლისები, სადაც ფული კიდევ უფრო ძლევს, მაგალითად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ყველაფერი თავისი წმინდა იდეოლოგიები და საკრალური ღირებულებები იმ წამსვე დათმეს და ოკეი, ეს ყატარის ეს არის რა ქვია შიდა კულტურა და ხო იცი თვითონ აი ძალიან კარგად იქცევიან ამ ხრივ არაბები და ზოგადად ასწავლიან რა არის ლოკალური კულტურის პატივისცემა. შენ იცი ეხლა ჩვენ სანამ შემოვიდით რაღაცა სუნამოებზე ვსაუბრობდი და ტომ ფორდის უამრავი სუნამო, სადაც სექსუალური რაღაც სიტყვის აღნიშნულია, წითლად არის არაბულ სამყაროში გადახაზული fucking fabulous და რაღაცა vanilla sexy და ესენი ის ნაწილი არის წითლად და ოკეია. ეხო სპორტულ ბრენდებზეც ეგრეა. სპორტულ ბრენდებზეც ეგრეა. Adidas და Nike, როდესაც მთელ სოფლიოში სარეკლამო კამპანიაზე აკეთებს LGBT დროშას ატანს თავის ლოგოს, იქაურებზე რა ქვია სოციმედია გვერდებზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ახლო აღმოსავლეთის მარკეტინგზე არის მიმართული, იქ ჩვეულებრივად არის და იქ არასდროს არ ედება ეს ლოგო. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ გენდერული პოლიტიკის შემოტანა სპორტში, სადაც მთელი მედია არის ამაზე ორიენტირებული, რომ მამაკაცი ათლეტი ქალის სახეობაში და თუ დააკვირდები, მარტო ასე ხდება, ანუ პირიქით ასეთი შემთხვევა მედიის ყურადღების ცენტრში არასოდეს არ მოხვედრილა. არიან მამაკაცი ათლეტები, რომლებიც იმ სპორტის სახეობაში სადაც თვითონ იყვნენ წარუმატებლები. აი ეს მოცურავე რო არის, ის არის მეგონა საუკეთესო მაგალითი, რომ კაცების რანკირებაში 500 მე რაღაცე იყო, ქალების რანკირებაში გადავიდა და პირველ ადგილზე გავიდა. ანუ ამის ნორმალიზება იმეგიდით, რომ ეს ადამიანი თავს თვლიდა თავიდანვე ასეთად და შესაბამისად მას ეკუთვნის, რომ აქ მიიღოს ამ სპორტ სახეობაში, მამაკაცის სპორტ სახეობაში მიიღოს მონაწილეობა, თვითონ იმ საწყის შეუთავსებლობას აჩვენებს, რაც არის თუნდაც ბიოლოგიური არათანხმედრა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა მაგალითად კალათბურთში ქალი კალათბურთელი გადავიდეს კაცებში და იქ ჩვეულებრივად ითამაშოს. ეს ხო გამორიცხულია, მაგრამ კი, რომ ახლა ლებრონ ჯეიმსმა რო სკეის შეიცვალოს, კი ბატონო ქალების კალათბურთში რო გადავა, ყველასელებს
ფეხბურთელს მოიგებს და ყველა ბეჭედს აიღებს, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ხალი ფეხბურთელი რო გადაიყვანო იმას კაცი ფეხბურთელის ლიგაში, ანუ იქ ხო წარმოუდგენ რომ რაიმე წარმატებას მიაღწევს. რამდენიმე დღის წინ ვნახულობდი შვეიცარიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი აცხადებდა პრეტენზიას, რომ ნუ ქალებიო ძალიან ვიჩაგრებითო რა, ფეხბურთშო ძალიან მასკულინური და პატრიარქალური არისო და თანაბარი ანაზღაურება და ასე შემდეგ. მაგაზე შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ. რატომ არ შეიძლება რომ ამას თანაბარი ანაზღაურება ქონდეს. და ჩაატარეს ამხანაგური მატჩი შვეიცარიის ზრდასრული ნაკრების ქალ ფეხბურთელები და 15 წლამდელი ბიჭების ნაკრები რა 7-1 წააგეს ქალებმა. და ნუ ანუ მე ხა სერიოზულად იმაზე საუბარი რომ რატო არ არის equal pay მაგალითად და ეგეც ხომ აგენტობის პოლიტიკის ნაწილი არის რომ ანუ ქალის ფეხბურთი უნდა ანაზღაურებადი უნდა იყოს იგივენაირად როგორც კაცს როგორც კრისტიანო რონალდოს კონდეს ხო ან კრისტიანო რონალდოს თამარზე რა ის როგორც რაც კრისტიანო რონალდოს შეხედე მე გამახსენა ბარსელონაში რომ ვიყავი იქაურ ტელევიზიას უყურებდი რა რატომღაც მაინტერესებდა დიდად არაფერი მესმოდა მატჩი ესპანურის გაგებაში არ ვიყავი ეხაც ალბათ ეგრევე რაღაცა 1-2 სიტყვა უფრო დავამოყავენ სულ იყო ქალთა ფეხბურთის ბარსელონას ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია იმ პერიოდში როცა მესი ყავდათ და ყველა რა ხა ნახე შენ რასაც ლაპარაკობ აბსოლუტურად გეთანხმები საერთოდ რა შორს მივდივართ არის გრძნობა და ობიექტური გაზომვადი საკითხები როდესაც უსეინ ბოლტი გაირბენს 9:58-ში 100 მეტრიან დისტანციას ეს ზოგადად უსეინ ბოლტზე კი არ მეტყველებს და აი რაღაც ეს მეტყველებს ადამიანზე რომ ადამიანს აქვს პოტენციალი რომ მას შეუძლია 9:58-ში გაირბინოს. შესაბამისად ეს რეკორდი ზე ადამიანური საკითხია. როგორც ლაშა ტალახაძე რო აწევდა კონკრეტულ წონას და რეკორდს, ეს ლაშა ტალახაძეზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ გეველაპარაკებ რომ ადამიანს აქვს უნარი ამ ხელა აწიოს. ეხლა შენ როგორ გინდა რომ აი ამ მოცემულობების მიხედვით კუნთოვანი სისტემა, ძვლოვანი სისტემა, ბოჭკოების რაოდენობა, წითელი და თეთრი ბოჭკოების შედარება, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კაცი უფრო ძლიერი არის სპორტში. გინდა სხვა არაფიზიკური სპორტის სახეობები აიღე ისეთი ჭადრაკში და ბილიარდშიც ანალოგიური იქნება ალბათ. ბილიარდზე არ ვიცი, მაგრამ ჭადრაკზე ნამდვილად ეგრევე. ხალების ბილიარდი არც გამიგიას ხო სნუკერს ევროსპორტზე ბავშვებიდან უყურებთ და ხალი არ მინახავს ხო და ამ პრინციპით ყველა ვარიანტში ხო კაცი უგებს ქალს ერთადერთი თუ არ ვწდები ძლევოსნობის მიმართულებაში არის ბადროს სპორტსნა სადაც ქალის რეკორდი აღემატება კაცის რეკორდს მაგრამ რატო იცი ქალები ისვრიან 1 კილოიანს და ისინი 2 კილოიანს ხო და მიხდი როდესაც ასეთი ბიოლოგიური წინასწარგანსაზღვრული დისბალანსი არსებობს შესაბამისად შენ მეგრე ხელოვნურად ამის დაბალანსირება უკვე ძალიან არასწორი და შეუთავსებელია შენ წარმოიდგინე სპორტსმენი რომელიც მთელი ცხოვრება ემზადება მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამას და უცბად ვიღაც გადმოდის, რომელიც მასზე პროსტა ფიზიკურად და ბიოლოგიურად ბევრად სხვანაირად ძლიერია. რაც ყველაზე მთავარია ამის პოლიტიკური სარჩული. მე მახსოვს ბაიდენი რომ მოვიდა თავის პირველი ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი გამოაცხადა რა საჯარო სკოლები და სპორტის სახეობები საჯარო სკოლებში თქვენ შეგიძლიათ ერთი რომ ტრანზიციის თქვათ ეს გენდერული სექსუალური ტრანზიციის პირობები და პერიოდიკა შეცვალა, იმიტომ რომ მანამდე იყო თქვათ უფრო დიდი ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ თქვენ მართლა ქალად ან კაცად გრძნობთ თავს. მან თქვა ადმინისტრაცია ამაზე მეცადინეობდა, რომ შენ თავარია საკმარისია უკვე ესე იგრძნო თავი და უკვე შეგიძლია ისარგებლო იმ საპრეპარატო რომელიც შენ წარმოგიდგენია და იმ სპორტულ გუნდში ჩაეწერო, რადგან შენ გრძნობ თავს. ჩვენ ვიცით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ალბათ ყველაზე ისეთი გამოხატულება deep state-ის ფუნქციონირების და მექანიზმის.
იზმის, იმიტომ რომ აი ლოგო თუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეგ არის. მაგასთან ერთად ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა იყო რომ ჯარში დაუშვა სექსუალური უმცირესობები, რაც მე ტრამპმა ეხა უკვე გააუქმა. კი, და რო შეხედო ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, ეს ხო სიმბოლური აქტია, როდესაც შენი ადმინისტრაცია პირველივე დღეს რაღაცას გამოსცემს, ეს არის მნიშვნელოვანი. სიმბოლიკა არის, სიმბოლური ინტერაქციონიზმი ამ პირობებში. როგორც ტრამპის შემთხვევაში იყო, რომ deep state-ის ინსტრუმენტების დაფინანსება შეწყვიტა. და სულ რო ყველაფერს თავი დაანებავენ ბიოლოგიურ შეუთავსებლობას. სრულად იმ ლიბერალურ იდეას ეწინააღმდეგება, რაც არის თანასწორ უფლებიანობა კაცსა და ქალს შორის, იმიტომ რომ სამართლიანობის პრინციპს არღვევს, როდესაც შენ ფიზიკურად გაცილებით აღმატებული ბიოლოგიურ სქესის წარმომადგენელი გადაწყვეტ, რომ ეხა მე ქალთა სპორტში უნდა მივიღო მონაწილეობა და ამაზე შენ ტაში უნდა დაგიკრან და ანუ იმ ქალბა სპორტსმენებმაც არ უნდა გააპროტესტონ რა, ვიღაცა რო ანუ ისე კაც მოცურავეზე რო წავიდე რა. ანუ მანამდე ვინც იყო ჩემპიონი სურვაში, წარმოგიდგენ ტიპს მიუყვანეს მამაკაცი, რომელზეც უთხრეს რომ ეხა ესაა ქალი და ის გახდა ჩემპიონი. მარტო იმიტომ რომ იმას ქონდა ეს ბიოლოგიური მოცემულობა. ანუ ეს ხო ძალიან ყველაფერს თავიდან ხო ძალიან დიდ უსამართლობასთანაც გვაქვს საქმე. მაგრამ ხო რეალურად ჩვენ ვხედავთ იმას რომ მაქსიმალურად ყველა შრეში არის აქტიური მცდელობა რომ გლობალური სპორტის და მასობრივი პოპულარული სპორტის სახეობები გახდეს ლიბერალური იდეოლოგიის გამტარი და ნუ ოლიმპიადაზეც შანსეს ოლიმპიადის მატჩებზეც შანსეს ძალიან კარგად ამაში უნდა დააკვირდე მედიას რომ შენ მიხვდე ზუსტად რა ნარატივი არის მნიშვნელოვანი რომ გატარდეს. იმიტომ რომ ოლიმპიადაზე თავი გამოხმაურება ის აღარ არის რომ ვიღაცა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მედიაში ყველაზე ხშირად იმ სპორტსმენს შეხვდები, რომელიც არის ან გეი, ან რომელიც არის მისი სქესისთვის შეუსაბამო საქციელს ჩადის ყოფნის პერიოდში. ჩვენ სპორტის თითქმის ყველა შრეშს მივედეთ, რაც შეგვიძლია რომ ამ გადაცემაში განვიხილოთ ყველა მიმართულ ყველა თქვა პოლიტიკური თუ კულტურული ასპექტი და როდესაც ვლაპარაკობთ სპორტის თქვა აი ამ სოციალურ და კულტურულ ინტერპრეტაციებზე არ უნდა დაგავიწყდეს შიდა ჩვენი ეროვნული აგენტურა. როგორ უდგება სპორტს და ზოგადად სპორტის აი აღქმას რა და მე მგონია რომ ამ გადაცემას მოუხდება გარკვეულწილად რომ გავიხსენო. კი ბატონო. ქართველებს აი მართლა სამაგალითო მარგალიტი ყავს რომელიც არის კვარა ხო? რომელმაც მოახდინა საოცრება. ჯერ ნეაპოლი, რომელიც იყო მარადონას მერე რო სერია არ ქონდა მოგებული, მოაგებინა, გახდა საუკეთესო ფეხბურთელი სერიას. შემდეგ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც მესი, ბეკემი, მბაპე, ნეიმარი, რონალდინო თამაშობდნენ და ვერ მოაგებინეს და კვარა მოიგო. აი ყველაფერი გაქვს, რომ ამ ბიჭის ისტორიით მაგრა იკაიფო, ამ ბიჭის ისტორიით აი ძალიან გაგიხარებს ყველაფერი და რაც მთავარია საქართველოსთან არის ეს ბოლომდე ასოცირებული და ჩვენი ქვეყნის საოცარი ელჩები არიან ესენი. მაგალითად მინდა მოვუყარო ვთქვათ ბრუს ლი იყო ყველაზე მაგარი ხიდიო აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. ბრუს ლიმდე არსებობდა თუ არ ვცდები რამოდენიმე 1000 კუნფუს მოსწავლე და ბრუს ლის შემდეგ გახდა მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონი. ანუ ბრუს ლიმ საოცარი გადატრიალება მოახდინა, გააცნო ვთქვათ ეს აზიური ჩინური კულტურა და თავის საბრძოლო ხელოვნება. ასე გააცნო ჩვენი თავი მერაბ დვალიშვილმა, კვარაცხელია, მილია თოფურია, მანამდე კახი კალაძემ ხო, ანუ ჩვენმა გამოჩენილმა სპორტსმენებმა ლაშა ტალახაძემ თუ ვინმე გამორჩა კიდე ისე ლაპარაკობ რა. როდესაც შენ ამათ მხოლოდ იმიტომ ებრძვი, რომ შენი პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები და პრეფერენციები არ ემთხვევა, მაგალითად კვარას პოლიტიკურ თუ კულტურულ შეხედულებებს, კვარას ასევე იმიტომ აკრიტიკებენ, რომ გწამდეს მუდამ უფალი და ცოტა აი ეს კონსერვატიულ რელიგიური პატრიარქთან რო იყო მიღებაზე იმაზე დაცინოდნენ და აგინებდნენ. კი, ახო სანაიები და ეს შიდა ლიბერდებილური აგენტურა არც მალავს და ღიად ესე ილანძღება და ითათხება ლაშა ტალახაძეს ხო საერთოდ. კი და გაიხსენე შენ როდესაც
გურამ კაშიას თავისმა საფეხბურთო კლუბმა დაავალდებულა რომ სამკლაური გაეკეთებინა ქართული ლიბერალური ბომონდი რა ბედნიერი იყო ამას და ისინი აცხადებდნენ რომ გურამ კაშია ყოფილა აი ნამდვილი ფეხბურთელი და სპორტსმენი და ადამიანი და ტაში მას და ასე შემდეგ. გურამ კაშიამ როდესაც ბიძინა ევანიშვილს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იმ ჯილდოსთვის რაც ბიძინა ევანიშვილმა ფეხბურთელებს გადასცა ამაზე ეგრევე დაივიწყეს მისი ეს უდიდესი დამსახურება მათ თვალში და გურამ კაშია გახდა მოსყიდული მონა, არაკაცი, ყოველად განახსირებული ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობას აღარ შეიძლებოდა. ანუ ეგეც უკვე ეგ ვაფშე რომ ჩვენი ქართული ნაკრები ჯერ საქართველოს ისტორიაში არ გასულა ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ გავიდა ჯგუფიდან და ასევე მოუგო პორტუგალიის ნაკრებს კრისტიანო რონალდოსაც თამაშობდა და ეს მოახერხეს ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა ესეთი საოცარი სიხარული რომელიც გვაჩუქეს ხო ქართველებს და ამაზე არ ვიცი ვისაც როგორ შეეძლო ზოგი სიტყვით ზოგი გულით ზოგი ვისაც როგორ შეეძლო ყველა საჩუქრებდა ხო და ბიძინა ივანიშვილმა თქვათ სოლიდური საჩუქარი გაუკეთა ბიჭებმაც ერთხმად ყველამ დაუფასა და მადლობა გადაუხადა და ამაზე გამოვარდა ეს ჩვენი დამპალი ელიტა და ლიბერალური ელიტა და ეს როგორ გადაუხადეს მადლობაო ნუ შენ გახსოვს რომ აქციების დროს როგორ მოითხოვდნენ და ამუნათებდნენ პირადში მიწერებით თუ საჯარო დატაგვებით და დამუნათებით რომ როგორ ბედავთ და არ გმობთ თქვენ და არ ეძახით ხელისუფლებას რეჟიმს და ნუ მერე ის რომ მათ აღარ უნდა უგუშემატკიო რომ გეგმებს ახავდნენ ბიჭო რომ ბილეთები ვიყიდოთ და არავინ არ მივიდეთ და ცარიან სტადიონზე ვათამაშოთ და ანუ ამას უკეთებ შენ ეროვნულ ნაკრებს შენ ვისაუბრეთ ჩვენ დასაწყისში ხო იმას რომ შენ ეროვნულ ნაკრები არის შენ ქვეყნის იდენტობის გამომხატველი შენ როდესაც იქ პოლიტიკურ პრეფერენციაზე თუ რაღაც იდეოლოგიურ შეხედულებაზე ხურდავდები ეროვნულ ნაკრებს რატო უკეთებ ამ დივერსიას და რატო უპირისპირდები მხოლოდ იმიტომ რომ ის დეგენერატმა მარკეტა გრეგორევნა და ესეთები რო არიან გითხრეს რომ კანონი არ მიიღო და რუსულიაო მაგის გამო იმის გამო კი არა რომ აი რაღაცა ჩრდილოეთ კორეა და რეჟიმ რაღაც ეგეც კი კანონი არ მიიღო გითხრა ვიღაც დებილმა ევროპარლამენტარებმა კორუმპირებულმა ევრობიუროკრატებმა ამის გამო უპირისპირდები რელიგიას ქვეყანას ყველაფერს ენას მამულს და საკუთარ სიხარულს ყველაფერს საერთოდ თუ შენ ოდესმე იყავი გულშემატკივარი საკუთარი ქვეყნის შესაბამისად შენ ეგ ემოცია შეუძლებელია რომ რაღაც ერთი ფეხბურთელის შენთვის მიუღებელმა პოზიციამ შეგიცვალოს. მან ორი ვარიანტი რომ ან შენ არასოდეს შენი ქვეყნის გულშემატკივარი არ ყოფილიყარ და შენი ეროვნული ნაკრები შენი ქვეყანა არის ყველა ვარიანტში ან შენ საკუთარ ქვეყანას მარტო მაშინ გულშემატკივრობ და მისი წარმატება მარტო მაშინ გიხარია თუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და შენი ფეხბურთელის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა მაშინ გულშემატკივრობ და თუ არ ემთხვევა მე ვსეო პაվել ჰერჩინსკი თუ და არც დაუკრავს ჰერჩინსკი ვაფშე მაღალია მაგათან არა ბიჭო აი ესტონელი ვიღაც დეგენერატი პარლამენტარის პოზიცია და კვარას პოზიცია თუ არ დაემთხვევა ერთმანეთს თქვათ სამყაროს მოწყობაზე და ასე შემდეგ всё მორჩა. საბედნიეროდ ესეთ მასობრივი სპორტის სახეობები ჯერ კიდევ რჩება ეხლა ლიბერალების საზარელი სიტყვები უნდა ვთქვა პატრიარქალურ მასკულინურ მაჩოისტურ და დიდწილად მაინც კონსერვატული ღირებულებების მატარებელ სახეობებად, იმიტომ რომ ფეხბურთში ძალიან ჩვეულებრივი აქტი არის რომ ყოველ მეორე კავკასიური იერის ფეხბურთელი პირდროს იწერს მოედანზე და მადლობას ღმერთს უხდის მესიდან ვიდრე რონალდომდე. UFC-ში მუსლიმი მებრძოლები ხელს არ ართმევენ ქალს. ხო, გამარჯობა შეიძლება. ჯერჯერობით ძალიან რთულია ლიბერალური იდეოლოგიისთვის რომ ევროპის მასშტაბის სპორტის სახეობაში ფეხი მოიკიდოს, იმიტომ რომ ამერიკულ ფეხბურთს მოახსენე და იქ უკვე ფესვგადგმული არის ძირეულად. მაგრამ ხო აქ ჯერ ბოლომდე ვერ შეუღწევია, იმიტომ რომ თუნდაც იმს
მარტო იმას რომ გადახედოს მაყურებელმა რამდენი NGO და რა თანხებით აფინანსებს კონკრეტულ საფეხბურთო ლიგებს იმისთვის რომ ეს ინკლუზიურობის პოლიტიკა გაატაროს და დაავალდებულოს თავის ფეხბურთელები კონკრეტულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, იქაც თვალნათელი გახდება რამდენად დიდი არის დაწოლა იმაზე რომ მასობრივი სპორტი მაქსიმალურად იდეოლოგიზირებული გახდეს. მაგრამ მე მგონი ეს სფერო უძლებს და ღმერთმაგას დიდხანს გაუძლოს. მე მგონია რომ ევროპის და ისთან ერთად ასევე ჩვენ უყურებ ანტიფუკუიამას თეზის, სადაც ლიბერალური დემოკრატია არა ერთადერთი ევოლუციის თქვათ სწორი მიმართულება, არამედ პირიქით დასკვნითი ნაწილია ლიბერალური დემოკრატიის. ლიბერალური დემოკრატია არ აღმოჩნდა ერთადერთი სამყაროსაც ხედავთ, რომ ხდება მულტიპოლარული, შესაბამისად იდეოლოგიებიც და ცივილიზაციებიც ეწყობიან სხვადასხვა არალიბერალურ მეთოდოლოგიაზე და ჩვენ ვუყურებთ, რომ ლიბერალიზმი აღარ იქნება არათუ ერთადერთი, არამედ შეიძლება მისი დეკადანსიც კი ვნახოთ. ამიტომ ვიმედოვნებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ის სპორტში ნამდვილად ვერ შეაღწევს. დღეს ამით გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს 21 საათსა და 30 წუთზე კვლავ პოზიტივიზე, კარგად ბრძანდებოდეთ.